მოგესალმებით მეგობრებო, შემოდით, დღეს გვექნება საინტერესო ლაივი, ვიცი არ გქონია დიდი ხანი საკმაოდ, არ მეცალა. თან ეს დაბნელებების ენერგია, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძლევს და ყველაზე აისახა და ჩემზეც აისახა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაქვს ზუსტად იმ ნიშნების გავლენა, რა ნიშნებზეც არის ახლა ეს დაბნელებები, კონცენტრირებული და ფოკუსირებული. შემოდით. მოკლედ მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველა ჩემს ერთგულ გამომწერს და მაყურებელს გულოცავ ამ დღესასწაულს და დღეს რა თქმა უნდა ვისაუბროთ თუ რა პერიოდი გვაქვს ასტროლოგიურად, რა ტრანზიტებია, როგორ გავუმკლავდეთ ამ დაბნელებებს, იმიტომ რომ არ არის მარტივ დაბნელებები და კონსულტაციაზეც ეს დამტკიცდა, ხო? უამრავი ადამიანი ხა ვინც მოვიდა კონსულტაციაზე ამბობენ რომ არ ვიცი, პირველად გვაქვს კონფლიქტი ახლობლებთან, ან ურთიერთობებში არის რაღაცა პრობლემები, ან დაუშვათ შვილთან კონფლიქტი, არ ვიცი, ცხოველთან კონფლიქტი, ზოგს რა ვიცი, შინაური ცხოველი გაუგიჟდა და ასეთი ისტორიები მესმის ყოველდღიურად, რაც დაბნელებები დაიწყო მეგობრებო. ჩემი კატაც კნავის დამშვიდდი. მოკლედ ცხოველებზეც როგორ მოქმედებს ხო ეს დაბნელებები? ხო, მოკლედ დაიწყო მეგობრებო ეს დაბნელებები, კერძოდ 12 აგვისტოდან და გვექნება 28 აგვისტოს ჩათვლით. ეს დაბნელებების დერეფანი, დაბნელებების კორიდორი. და ეს არის პერიოდი, წელიწადში ორჯერ გვაქვს ხოლმე ძირითადად, თუმცა გამონაკლისი წლები არის ხოლმე, როცა არის სამჯერ. როდის გვქონდა სამჯერ? 2020 წელს გვქონდა სამჯერ ეს დაბნელებები და კი იყო ძალიან გარდამტეხი პერიოდი და წელი და ყველა შეტორტმანდა, ხო, განსაკუთრებით მერწყულების ხოთაშორის. და რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გამორჩევა ტრანსფორმაციული ენერგიებით, იმით რომ ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაცა კრიზისები, რაღაცა ტრიგერები, ხო, გადასალახი, ეს რაღაცა მოდული სიტყვა ტრიგერი, ხო? და ამ პერიოდში ჩვენ აუცილებელია რომ შევინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია, ბალანსი, არა უყვეთ კონფლიქტებს, იმიტომ რომ რაღაცა მინიმალური კონფლიქტით შეიძლება მერე ფატალურად დასრულდეს, ხო, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მაინც არის ამის საშუალება, ამიტომ დაბნელების დერეფანი რომ გვაქვს, ყველას ვაფრთხილებ ხოლმე მეგობრებო, არ გინდათ სერიოზული გადაწყვეტილებები, არ გინდათ სერიოზული შენაძენები, ხო, რაც ეხება სახლს, მაგალითად უძრავ ქონებას, ან არ ვიცი, რაღაცა ფრანშიზა რო შეიძინო კი არა და იქირავ რაღაც პერიოდით, ხო, რაღაც კონტრაქტი გააფორმოს სერიოზული, ხო, რამოდენიმე წლის იქით რო იყურება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მერე გამოცვლა უწევთ ხოლმე, მე მქონია კიდეც ჩემს სამუშაო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები არაერთი შორის, რომ ასეთ პერიოდში გააკეთეს, ხო, დაბნელების პერიოდი იყო და გააკეთეს ეს, ხო, კონტრაქტი, მაშინ არ იცოდნენ იმდენად არ იყვნენ ჩახედული ასტროლოგიაში და ასე შემდეგ და ესე თვითნებურად იმ პერიოდში გააკეთეს, ხო? და მერე კონსულტაციაზე რომ მოსულა ადამიანი და უკითხავს, მარიამ, რატო ვერანაირად ვერ ავამუშავე ეს ბიზნესი და მე რომ ვუთვლი, ვეკითხებ, რომ რა თარიღზე მოხდა რეგისტრაცია ბიზნესის დაუშვათ, ან კონტრაქტის გაფორმება და რომ მეუბნება თარიღს დავთვლი, დაბნელებები იყო იმ პერიოდში და როგორ შეიძლებოდა მაგ პერიოდში ამ საქმის დაწყება, ხო? და მე რას ვაკეთებთ? მე ვცვლით ხოლმე თარიღს რეგისტრაციისას და ეს მე ცვლის ეგრეგორს, ენერგეტიკას ამ ბიზნესის და საქმის. ამიტომ მე კარგად ვლიწინით მიდის ხოლმე ყველაფერი. ამიტომ აუცილებელი რომ ყველამ ვიცოდეთ, რომ რა პერიოდში რა ჯობია გავაკეთოთ. ხო? ჩვენ ახლა ვართ, რა თქმა უნდა, ინტერნეტის ეპოქაში, ახლა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, შეგიძლიათ თქვენთაც რაღაცები მოიძიოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მაგრამ არის.
რომ ყველა ინფორმაცია დასაჯერებელი არ არის, რაც ინტერნეტში იდება. ამიტომ აუცილებელია რომ გავფილტროთ და ვიცოდეთ ვის ვუსვინოთ, ვის დაუჯეროთ და რა წავიკითხოთ და რა დავაიგნოროთ. ხო, რა არის fake news-ი ასე ვთქვათ და რა არა. ხო, იმიტომ რომ ინტერნეტში არ იფილტრება იმდენად მეგობრებო და ისეთი სისულელები წიდება ხოლმე, თუნდაც ასტროლოგიაზე გული მისკდება და ვიღაცებს მართლა ჯერათ ხოლმე და მაგაზე ცალკე კიდევ ნერვიულობ რო ჯერათ. ამიტომ აუცილებელია რომ იცოდეთ უბრალოდ რა წყაროებს უნდა ენდოთ. ეხლა რა გავაკეთოთ ამ პერიოდში, ხო? ძალიან კარგი არის თვით ჩაღრმავება, თუ რაღაცა ემოციები გეძალებათ, რატო გეძალებათ ამ პერიოდში? ესე იგი დაგროვილი იყო წინა 6 თვის განმავლობაში. აი რაღაცა თვით რეფლექსია, ფსიქოანალიზი, ხო, საკუთარ თავზე დაკვირვება და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. თქვენს ახლობლებზე, თუნდაც არ ვიცი, ვისაც ყავთ შინაურ ცხოველებზე დაკვირვება, როგორ იქცევიან, რატო იქცევიან, ასე ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეს პერიოდი არის ლაკმუსის ქაღალდი. ანუ ეს პერიოდი გვეუბნება რა გქონდა დაგროვილი წინა პერიოდის განმავლობაში, ანუ არაფერი ესეთ ყოველად არ ხდება ამ პერიოდში. ეს არის ძალიან მისტიური პერიოდი, ეს არის პერიოდი, როცა ფაქტობრივად სამყარო გახედებს სარკეში, შენს და სხვებსაც, ხო, შენს გარშემო, მაგრამ ხა ზოგი ხვდება, რომ ეს სარკეში ჩახედვა და ზოგი ამას გაურბის, მაგრამ ეს ცალკე თემაა კიდევ, ხო? ეს ტრანსფერი, ხო, ეს ფსიქოლოგიური ტერმინები, ტრანსფერი და რეტროფლექსია და ასე შემდეგ. როცა ადამიანი გაურბის მოკლედ ყველანაირად თავის რეალურ ემოციებს და გრძნობებს. ამიტომ ეს პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ და ისევ საკუთარ თავის მეტად შემეცნებისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისწავლოთ, თუნდაც რაღაცა კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება. ხო? და რატომ ვახსენებ სხვადასხვა ხა შინაური ცხოველების თემა? მომწერეს კიდეც ზოგმა დამირეკა, რომ ეს მარიამ რაღაცა ჩემმა კატამ მიგბინა. და ეგრე არ გაუკეთებია არასოდეს და რა ჭირს ვერ გავიგე, რაღაცა აცრილი მყავს, არ იქნება ცოფი, რა ჭირს ვერ გავიგე და რამდენიმე შემთხვევაში მასი დაგროვდა. ეხლა ჩემი კატებიც ხა მაგალითად მაქსიმალურად ასე ვთქვათ ვიტყვი რომ აღზნებულები არიან, აი მართლა ძალიან აქტიურად იქცევიან, ხო? ანუ ეს ასეთი პერიოდია ნამდვილად ეხლა. ამიტომ რა უნდა გავითვალისწინოთ ეხლა, ხო? უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ცხოველებზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი. და გაგიკვირდება თქვენი რაღაცა შინაური ცხოველის ქცევაც თუ შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას თქვენს ცხოველთან მიმართებაში მიიღებთ ეხლა, ხო, რაღაცა ცუდად იქცევა და გავაგდებ და ასე შემდეგ. არა, ეხლა ცხოველების ფსიქიკაც აღზნებულია და ადამიანებისაც. ამიტომ უნდა მაქსიმალურად ეს გავიაზროთ ყველამ, ხო? რომ ასეთ პერიოდში გვიწევს ახლა ყოფნა, მაგრამ ოზარვაში ეს დამთავრდება, მეგობრებო, ეს არ არის სამუდამო პერიოდი და ასე არ იქნება სულ. ამიტომ აქ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. თან ვუყურებ, რას აბუჭებს ჩემი კატა. როცა კატა ჩუმადა, უნდა გახედო რა გააბუჭა. აი პატარა ბავშვებივით არიან რა ჩვეულებრივად. ხო, ვისაც ყავთ კატები დაწერეთ, აბა თქვენებიც მასე თუ იქცევიან, ჩუმად როცა არის, უნდა ჩახედო რა გატეხა, რა გააფუჭა, სად რა გააკეთა. მე თან კომპიუტერით შემოვალ, რომ ვნახო კომენტარები თუ არის. აბა რატო გაჭედა ეხავე? კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, თავად პროგნოსტიკის ნაწილს, რა პერიოდი გვაქვს ეხლა და რა ნიშნებმა უნდა ეს გაითვალისწინოთ, ხო? მე წინა ლაივშიც ვთქვი, მაგრამ ეხლაც გავიმეორებ, რა ნიშნებზე გადის განსაკუთრებით ეხლა ეს დაბნელებები, ეს არის მერწყული ლომი, თევზები ქალწული, განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი, მოკლედ გრძნობენ უბრალოდ ამ ენერგეტიკას დაბნელებების და ვისაც აქვს პირად რუკაში ამ ნიშნების გავლენა, თუმცა
ეს რა თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ ვინც დაიბადა ამ ნიშნის ქვეშ. თქვენი პირადი რუკა უნდა იცოდეთ და იმ პირადი რუკის მიხედვით თქვენზე აქვს თუ არა ამას რაიმე სახის ესეთი გავლენა. ამიტომ აუცილებელი რომ აქ ეს გავითვალისწინოთ, ხო? კი ბატონო, კიდევ პროგნოსტიკის ნაწილში. ეხლა გვაქვს მეგობრებო ვენერა სასწორში, მარსი კირჩხიბში და იუპიტერი გვაქვს ლომში. მოკლედ. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ვენერა სიყვარულის და ფინანსების პლანეტა, რომელიც არის სასწორში, ეს გვეუბნება, რომ ვისაც პირად რუკაში აქვს ვენერა სასწორში, ან სასწორის გავლენა იმ მზე მთვარე ვენერა მარსი ასცენდენტი სასწორში, მათთვის არის საკმაოდ კარგი პერიოდი ახლა ფინანსური წამოწყებებისთვის, ან იმისთვის, რომ უბრალოდ იფიქრონ ფინანსურ რაღაცა დაბანდებებზე, არა, წამოწყებები არა მთლად სწორი ფორმულირება. იმიტომ რომ ეხლა დაწყება საქმის არ ვარგა, რა თქმა უნდა, 28 აგვისტოს ჩასვლით, მაგრამ აი ფიქრი დაწყებაზე შეიძლება უკვე, ან რაღაცა სტრატეგიის დასახვა, ხო? და რაღაცა შესაძლებლობები ფინანსური უფრო იხსნება ეხა სასწორებისთვის სხვადასხვის. და არა მხოლოდ სასწორებისთვის, ანუ ეს ეხება კიდევ მერწყულს და ტყუპებს, ხო? ანუ ჰაერის ნიშნებს ეხება კიდევ ეს, ხო? და რა თქმა უნდა, ხა აქ ვიტყვი, რომ ეს ინდივიდუალური და პროგნოსტიკას ყოველთვის გააჩნია და პროგნოსტიკა რაღაცებს აკორექტირებს. ან დაუშვათ მეტად ნეგატიური იქნება თქვენთვის ეს პერიოდი, ან მეტად პოზიტიური. ამიტომ ეს რომ ვთქვათ კონკრეტულად თქვენზე, აუცილებელია ინდივიდუალური კონსულტაცია და ინდივიდუალური ტრანზიტული რუკის გამოთვლა. თუმცა ზოგად ფონზე თუ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ეხლა ვენერა სასწორებისაც აქ პირად რუკაში აქვთ კარგი პერიოდი და ამავდროულად ვინც სასწორია მზით, ხო? და სხვა პლანეტებითაც. ეხლა რაღაც კომენტარები შევნიშნე. დაახლოებით მასეა კატებთან, ხო? კი, მასეა. თუ შეიძლება გითხარით ეს დაბნელების პერიოდი სექტემბერზე აღარ აისახება რთულად. აჰა, სექტემბერი უფრო სასიკეთო იქნება თუ არა. ხო, კარგი კითხვა. ეს დაბნელებები არ აისახება უკვე იმდენად სექტემბერზე, იმიტომ რომ თავდება 28 აგვისტოს, რა თქმა უნდა, თუმცა, აი ნახეთ, მე ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ დაბნელებებს აქვთ ესეთი უნიკალური თვისება, რომ დაბნელება რომ მოხდა, შემდგომში აი 3-დან 6 თვემდე აქვს ხოლმე თავის შედეგი. ხო? აი დაუშვათ ეხლა დაიწყო თქვენ ცხოვრებაში რაღაცა პროცესი, რაღაცა ცვლილება, რაღაცა გადაწყობა, ხო, რაღაცების. მე ეს პროცესი არ გაჩერდება, გაგრძელდება, ხო? თუმცა ისეთი რაღაცა საფრთხილო პერიოდი, რა თქმა უნდა, სექტემბერში აღარ იქნება, როგორც ახლა გვაქვს აგვისტოში, ხო? და ისეთი დაძაბული და ცოტა მძიმე ენერგიები, ხო, როგორც ახლა აგვისტოს მოუწია. ხო, ნამდვილად. მასე არ იქნება. თუმცა ინდივიდუალურად რომ გაიგოთ თქვენთვის როგორი იქნება სექტემბერი, რა თქმა უნდა, აქ უკვე ტრანზიტული რუკა გვჭირდება და პირადი რუკაც, რომ უფრო ვრცელი და ზუსტი პასუხი გავცეთ ინდივიდუალურად თქვენთვის, ხო? ან ინდივიდუალურად ვინმესთვის საერთოდ. ეს არის ძალიან ინდივიდუალური პროგნოსტიკის თემა, მაგრამ ზოგადად სექტემბერი არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც ახლა აგვისტო იყო. ნამდვილად, მაგის თქმა შემიძლია. იმიტომ დაბნელებები ჩაივლის მოგებო. მორიელებს როგორი პერიოდი აქვთ? რაც შეეხება მორიელს და წყლის ნიშნებს, ეხლა მზე არის ცეცხლის ნიშანში და ძალიან ძლიერი მდებარეობა აქვს მზეს. ხო, მზე გვაქვს ლომში. და მზე არის, რა თქმა უნდა, ცენტრალური პლანეტა. შესაბამისად, ზოგადად მზე ლომი ნიშნავს, რომ ცეცხლის ნიშნებისთვის არის ახლა კარგი პერიოდი, ხო, ანუ ლომი, ვერძი, მშვილდოსანი და რაც შეეხება წყლის ნიშნებს, თუ წყლის ნიშნებთან მაინც კონფლიქტური კონფიგურაციაა, ხო, მორიელი თევზები, კირჩხიბი. თუმცა გააჩნია ისევ და ისევ პროგნოსტიკას, ხო, ანუ ყველა მორიელს არ აქვს ერთნაირი პერიოდი, ამას ვიმეორებ ყველა ლაივში. ლომებს როდესაც გვეშველებაო. გეშველებათ მაშინ, როცა გაიგებთ თქვენს პირად რუკას, გეცოდინებათ ვინ ხართ, რა კარმული მისია გაქვთ და რას აკეთებთ სწორედ და რას აკეთებთ არასწორედ. არა მხოლოდ ლომებს, ეს 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს ეხება.
რამდენი წელია უკვე ამ სფეროში ვარ და ეგ კითხვები ხოლმე, როდის გვეშველება კირჩხიბებს, როდის გვეშველება თევზებს, როდის გვეშველება ამ ნიშას, იმ ნიშას, ყველა საინტერესოს მეგობრებო. და ამაზე მაქვს უნივერსალური პასუხი. გეშველებათ მაშინ, როცა თქვენ უშველეთ თქვენ თავს, მაგრამ იმისთვის, რომ უშველოთ თქვენ თავს, უნდა გქონდეთ ინსტრუმენტი, ხო, ინფორმაციის სახით. რომ ვინ ვარ მე, რა მისია მაქვს, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, რა მიბლოკავს ფინანსებს და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის რა თქმა უნდა, საჭიროა უკვე ინდივიდუალურად საუბარი ამ თემებზე. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ახლა ყველა ლომს არ აქვს ერთნაირი პირადულობა, რა თქმა უნდა. და არც ყველა თევზებს და არც ყველა მორიელს და არც ყველა გურუს. კი ბატონო. სწორად. ესე იგი 28 აგვისტოს მეგობრებო გვექნება უკვე სავსე მთვარეობა და მთავრდება დაბნელებების ციკლი ჩვენთვის წელს მეტი დაბნელება აღარ იქნება 28 აგვისტოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რა თქმა უნდა ეს. და კიდევ ციფრი 28, ხო 2+8 გამოდის ერთიანი. ერთიანი არის ყოველთვის ახალი წამოწყებები. ერთიანი არის ეგოიზმი, ოღონდ ჯანსაღი გაგებით, როცა ადამიანი ლიდერია თავის ცხოვრებაში, თავის ცხოვრებაზე აქვს ფიქსაცია და ასე შემდეგ. ამიტომ 28 აგვისტოს, როცა გვექნება სავსე მთვარეობა, ასე ვთქვათ, მზე ქალწული მთვარე თევზები კომბინაცია, ეს არის იდეალური პერიოდი, რომ თქვენ უბრალოდ გონებაში დაგეგმოთ თქვენი მომავალი. მართლაც, იმიტომ რომ ძალიან სტრუქტურირებული ნიშანია ქალწული, უყვარს მომავლის დაგეგმარება და ყველაფერს დაგეგმარება ტიპიურ ქალწულს და რაც შეეხება თევზებს, თევზები არის აი მე ვოცნებობ, ვმანიფესტირებ და ეს ხდება ჩემ ცხოვრებაში. ანუ ძალიან მისტიური ნიშანია. ამიტომ აი ამ ორი ნიშნის ენერგიების ერთობლიობა პლუს კიდე ციფრი 28 გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ. ეხლა მატრიცა რო ჩავთო, მატრიცის მიხედვით 28 გამოდის 10-იანი, ანუ მეათე არკანი. მეათე არკანი ფორტუნა, ბედის ბორბალი, ეს არის რა თქმა უნდა, ცვლილებების პირდაპირი მნიშვნელობა, ხო? ვინც იცის არკანების მნიშვნელობა, ხო და ბედის მატრიცა მიხვდება. ამიტომ ეს არის იდეალური დღე იმისთვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალზე. მაინც ხა მანიფესტაციას მე რა ვიცი არ გირჩევთ, იმიტომ რომ ერთი რამე რო შეგეშალოთ, მე მოგიბრუნდებათ ცუდად. ამიტომ არ გვინდა მთლად მანიფესტირება, მაგრამ აი დაფიქრება მომავალზე და მომავალზე ვიტყოდი ასეთ სიტყვას ოცნება, იმიტომ რომ თევზები ძალიან მეოცნებიანი ნიშანი, ხო? მთვარე თევზებში გვექნება იმ დღეს. აი ოცნება მომავალზე. ოღონდ ეს ოცნება უნდა იყოს რაღაცა ლოგიკურ ფუნდამენტზე, ხო? აგებული ჩვენი რაღაცა ოცნების კოშკები, ხო? ანუ იმიტომ რომ აქ ქალწულის ნიშანიც არის მეორე, ხო? ჩართული მზე ქალწულში. იდეალური დღეა მაგისთვის, ანუ იოცნებეთ. და აი გულში რაღაცა წარმოიდგინეთ, აი შეგიძლიათ რაღაც ჩაიფიქროთ, კიდეც ოღონდ არ უნდა შეგეშალოთ, აი ეგაა მნიშვნელოვანი. შეშლაში გულისხმობ, რომ რაღაცა ნეგატიური ფორმულირება არ მივცეთ, რომ მე არ მინდა რაღაცა პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? მე არ მინდა ესა და ეს. რაზეც მაგას იტყვით, უარესად მოიცდებთ, ამიტომ ფოკუსირდებით იმაზე, რაც გვინდა და არ ფოკუსირდებით იმაზე, რაც არ გვინდა. ეს არის ოქროს წესი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი სახის სურვილის ჩაფიქრების თუ მანიფესტაციის, ხო? მთლად მანიფესტაციას მაინც არ გირჩევთ 28-ში, იმიტომ რომ ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი და ცოტათი აგრესიული დღეც არის. თან დაბნელებებია და რა თქმა უნდა დაბნელებების ციკლი სრულდება ამ დღეს, მაგრამ მაინც დაბნელებაა და შესაბამისად არის ყვა ნებისმიერი სახის მსგავსი რიტუალის ჩატარება. ხო, ეს გავითვალისწინოთ მეგობრებო, აუცილებლად და კიდევ ესე იგი, ვინ იგრძნობს განსაკუთრებით ამ სავსე მთვარეობას, თევზები და ქალწულები, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ემოციურად შეეხებათ მშვილდოსნებსაც და ტყუპებსაც. არ გვინდა კონფლიქტები, არ გვინდა სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ამ დღეს, მაქსიმალურად მშვიდად შევხვდეთ ლოცვით, მედიტაციით და შეგვიძლია ვიოცნებოთ რამდენიც გვინდა. ოღონდ აუცილებელია რომ რაღაცა ლოგიკური
იდოს ამ ოცნებაში და არ მოგვინდეს რა ვიცი მე თვალზე გაფრენა მართლაც. იმიტომ რომ ძალიან რთულია. შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია ამ დღესდღეობით. ხო, ეს გავიცვალისწინოთ მეგობრებო აუცილებლად. რაც შეეხება ახლა მარსს კირჩხიბში და იუპიტერს ლომში, რომელიც ვახსენე ჩვენი ლაივის დასაწყისში. ესე იგი, მარსი ბრძოლის და ასე ვთქვათ, აგრესიის პლანეტა გვაქვს კირჩხიბში. ეს არის სუსტი მდებარეობა მარსის, ეს რას ნიშნავს? რომ ეხა ვერ ვიტყვით, რომ ფადლისტი კონფლიქტური პერიოდია. ეხა ოჯახური პერიოდია დასვენების, ყველა რო უფრო ზარმაცდებით, უფრო ემოციურები ვხდებით, გულშვილები ვხდებით, ხო? განსაკუთრებით უფრო ეს ეტყობათ კირჩხიბებს და ვისაც პირად რუკაში აქვს მარსი კირჩხიბში, უფრო აქტიურებიც ხდებიან. კარგია მათთვის ახლა სპორტი, ხო? აი, ასე საინტერესო პერიოდი გვაქვს. თან პერიოდი გვაქვს საოცარი ემპათიურობის, იმიტომ რომ კირჩხიბს მართავს მთვარე ეს ემპათიაც არის ემოციები, ქვეცნობიერი, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდია მაგ კუთხით. მაგრამ მარსი კირჩხიბმა იცის, აი, ვინაიდან ახლა აქვს ნეგატიური ასპექტი მარს ორ პლანეტასთან, ეს არის ასე ვთქვათ, ვენერა და ნეპტუნი, შეიძლება ოჯახში კონფლიქტებიც გამოიწვიოს. იმიტომ რომ კირჩხიბი არის ოჯახის სიმბოლო, რა თქმა უნდა. ამიტომ ცოტა მოვერიდოთ ახლა განსაკუთრებით ოჯახში კონფლიქტებს მეგობრებო. რაც შეეხება იუპიტერს ლომში, ლომებს რა თქმა უნდა ვლოცავ, ერთი წლით იუპიტერი არის მათ ნიშანში. კი ბატონო, ეს ყველაფერი არა, უკვე ერთი წელი აღარ გამოდის. გეტყვით, ესე იგი, ივნისის ბოლოს შევიდა 29-ში და 29 ივნისიდან ერთი წლით მოკლედ, ხო? არის მათ ნიშანში და რა თქმა უნდა, ტიპიურ ლომებს ეხება ეს მხოლოდ, იმიტომ რომ ყველა ლომს არ აქვს ისეთი რუკა, რომ ეს პერიოდი მისთვის კარგი იყოს. მაქვს მე მსგავსი შემთხვევები, რომ იუპიტერი ლომი არის ასე ვთქვათ, ზოდიაქოსი და იუპიტერი აქვს მერწყულში პირადობაში, ხო, საპირისპირო ნიშანში და ამიტომ არ გამოდის მთვარნისთვის ეს თლიანული პერიოდი, იმიტომ რომ ოპოზიციები ჯდება იუპიტერების. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად ტიპიური ლომებისთვის არის ძალიან კარგი პერიოდი. მორილებზე ვთქვით უკვე, შეგვიძლიათ გადაახვიოთ დასაწყისში, ვისაუბრეთ უკვე მეგობრებო მორიელებზე და ვისაუბრეთ დამნელების კორიდორზე, როგორ გავიაროთ მაქსიმალურად მშვიდად, პლანეტების მდებარეობა როგორი გვაქვს ეს პერიოდი და როგორ შევხვდეთ, ასე ვთქვათ, 28 აგვისტოს სავსემთვარეობას და დამნელების ბოლო დღეს, როგორ შევხვდეთ მეგობრებო. ამ თემებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ ლაივში. და ვინც ვერ დაესწრო ლაივს, ნახავენ ჩანაწერს აუცილებლად და ვისაც გაქვთ სრული კონსულტაციის ან რაიმე სხვა სერვისის, ვისაც გინდათ ცხოვრებაში წინსვლა და გაინტერესებთ რა გაფერხებთ და რა უნდა მოიმოქმედოთ ამისთვის, ყოველთვის მზად ვარ მეგობრებო კონსულტაცია გაგიწიოთ, შეგვიძლიათ მოგწეროთ WhatsApp-ზე ან Messenger-ში და მე ყველას გისურვებთ რომ თქვენი ოჯახის წევრების და თქვენი ფუმფულა მეგობრებიც იყონ მაქსიმალურად კარგად და ყველა მშვიდობიანად და პოზიტიურად გავიაროთ ეს დაბნელების არც თუ ისე მარტივი პერიოდი.